ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ცერემონია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. სერტიფიკატები გადაეცათ იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგების კურსი წარმატებით გაიარეს და სხვადასხვა სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები უნდა დააფუძნონ. პროექტს ამ დროისთვის 7 ეპარქია შეუერთდა, კერძოდ სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, სურამისა და ხაშურის, გორისა და ატენის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის და ბოლნისის, რომელთა სასულიერო პირებს მოსწავლეებთან თავისუფალი ფორმატით შეხვედრების ორგანიზების უფლება მიეცათ სკოლის სურვილის შემთხვევაში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მან პროექტის მნიშვნელობასა და სამუშაო სპეციფიკაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. სასულიერო პირმა შემეცნებით საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, სხვადასხვა სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მოგესალმებით, ძვირფასო მამებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, სკოლის დირექტორებო, საჯარო სკოლის დირექტორებო, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს მივესალმები და გადმოგცემთ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევას, მეუფე შიოს ლოცვა კურთხევას. დღევანდელი დღე შედგა და ვარ ძალიან მოხარული, რომ აი ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შედგა, წინ რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს სამუშაო და სიხარული მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სამწლიანი შრომის შედეგია, რაც დღეს სახეზე გვაქვს. წელს არის 1700 წლისთავი ქართლის მოქცევისა და სიმბოლურად ეს პროექტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა აისახა ამ პროექტში და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ქრისტიანული სიტყვის გავრცელების განახლება ასეთი სახით გვიწევს. მე მგონი, რომ ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიას და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ. ჩვენ ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ქრისტიანობა იმდენად ბევრ რამეს შეიცავს თავის თავში, იმდენად ძლიერი სიტყვა, რომ საუკუნეების მანძილზე აღარ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ქრისტიანული სიტყვა არ იყოს გაზავებული. კულტურა იქნება ეს, ხელოვნება იქნება ეს, თუ მეცნიერება იქნება ეს. და დღევანდელ დღეს თუნდაც ურწმუნო ადამიანი კულტურულად რომ ჩაითვალოს, მან საფუძვლები უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრებისა, ქრისტიანული კულტურისა. და აი ჩვენ ძალიან დიდი ხნის წვეთის შემდეგ შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა და მომზადებულიყავით თავად იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება. ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი ფიქრი, რა სახით უნდა გაკეთებულიყო ეს, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რა იყო უფრო მოსახერხებელი იმისათვის, რომ მიგვეწოდებინა თანამედროვე ადამიანისათვის ისეთი ფორმით, რომ ეს არ ყოფილიყო არც მოსაბეზრებელი, არც ძნელად მოსასმელი, ყოფილიყო ზომიერი და მთავარი რაც არის, ყოფილიყო ორიენტირებული გემოვნების ჩამოყალიბებაზე, რომ ადამიანს შეეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში ამოიცნოს ის ფასეულობები, რომელიც გაბნეულია და რომელიც ავტორის მიერ გადმოცემული არის სხვადასხვა ხერხით. გამზადებული ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა და მხოლოდ გულითადი შრომა, მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა ჩვენს შვილებზე განაპირობებს იმას, რომ
ამ მიმართულებით გვაქვს შედეგი. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა დღეს და როგორც მამა ანდრეამ თქვა, ნაყოფი მალე იქნება და რასაც დავსწრეს იმას მოვიმკით და ამის იმედი გვაქვს. მე მინდა მცირედი ექსკურსი გავატარო იმის საილუსტრაციოდ, როგორ მოვედით აქამდე, ეს ერთ დღეში არ მომხდარა ეს ყველაფერი და წლების წინ მოკლედ დავიწყეთ ზრუნვა იმისთვის, რომ რაღაცნაირად პატრიარქის იუბილეი იყო, საიუბილეო თარიღები იყო და მოვიფიქრეთ, რომ მოდით პატრიარქის მიერ შერაცხული წმინდანები, მის პატრიარქობის დროს შერაცხილი წმინდანები, მოდი გავაცოცხლოთ ხალხის წინაშე და მეტი ინფორმაციული გავხადოთ ეს უწმინდესის ეს თავარი მნიშვნელოვანი წამოწყება და დავიწყეთ ესეთი კონფერენციების ტიპის, რაღაც ღონისძიებების ტიპის სამეცნიერო უფრო კუთხით ჩატარებები, სადაც მონაწილეობდნენ ღრმადპატივცემული მეცნიერები, ასევე ის ხალხი, ვინც დაკავშირებული იყო ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებასთან, მასზე ნამუშევარი ჰქონდა და ეს იყო ძალიან კარგი სივრცე, მაგრამ ეს რაღაცა არ იყო ის, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება. ეს იყო უფრო სამეცნიერო, უფრო რაღაც კონკრეტული საქმიანობისთვის, დასრული ადამიანებისთვის, მომზადებული პიროვნებისთვის, რომ მიიღო ეს თითეული მომხსენებლის სიტყვა და ჩვენ უფრო რაღაცა კიდე სხვა გვინდოდა, რომ გადავსულიყავით ცოტა პოპულარულ თემებზე, ისეთი რამ შეგვექმნა, რაც უფრო ახლოს გახდიდა და ხელშესახებელს გახდიდა თითეული წმინდანის ღვაწლზე და მოხდა ისე, რომ რაღაცნაირად მივადექით ნაზარის ცხოვრებას, იცით, წმინდა ნაზარი, მასთან ერთად აღსრულებული წმინდანები და იქ არის ესეთი მყარი ოქმი ჩანაწერი მისი დაკითხვისა. და ვთქვით, რომ მოდი აბა ეს დაკითხვა გავაცოცხლოთ. თვითონ აი წარმოიდგინეთ, ტექსტია მისი და აი გამომძიებელის თუ ჯალათის და აი ეს საუბარი მოდი გავაცოცხლოთ. და შევეცადეთ, რომ სახეობი მოგვეყვანა და მას აი ესე დიალოგის ტიპის ესე იგი პატარა სცენა დაგვედგა იმ სამეცნიერო ღონისძიებაში, რომელიც მას ეძღვნებოდა. და მართლა საოცარი შედეგი მივიღეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცრემლნარევი თუ რაღაც ემოციური, სწორედ ეს ნაწილი იყო. დასასრულს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მეუფე შიოს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული აი ამ პროგრამის შექმნა შემუშავებაში და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი მოძღვრებისთვის პედაგოგიური უნარების შესაძენად არ ზოგავენ თავს აი ამ ტრენინგებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ თავდაპირველად შეირჩა თბილისის 20 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში უკვე 50 სკოლაშია წარმოდგენილი. წელს ოფიციალურად განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ოფიციალურად სკოლებში ქრისტიანულ საფუძველზე იწყება სწავლება კლუბური ფორმატის სახით, სადაც ქრისტიანული ღირებულებების შესახებ ბავშვებს ექნებათ მოძღვრებთან საუბარი. აქ არის სხვადასხვა აქტივობები ამ პროექტში ჩადებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სიმბოლურია, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს დაემთხვა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი პროექტი ქრისტიანული განათლების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სასულიერო პირებმა, რომლებიც შედიან სკოლაში, მიიღეს განათლების სამინისტროს სერტიფიკატები, ეს არის სერტიფიცირებული კონტინგენტი
მათ აქვს სპეციალური ტრენინგ მოდულები გავლილი, რაც გულისხმობს მეთოდიკის შესწავლას და ზოგადად პედაგოგიური უნარების ათვისებას, ასე რომ სამწლიანი შრომის შედეგი ის არის, რომ 50 კლუბი წელს უკვე გაიხსნება, რასაც შემდგომში კიდევ მოყვება ამ კლუბების გამრავლება. ნიშანდობლივი არის ისიც, რომ წელს უკვე ეპარქიებში ხდება ამ კლუბების დაფუძნება. დღეს ამ შეხვედრაზე ეპარქიის წარმომადგენლები იყვნენ სასულიერო პირები, რომლებმაც ასევე მიიღეს ეს სერტიფიკატები. უსურვებთ მათ წარმატებას და ჩვენს მოსწავლეებს უსურვებთ, რომ იყვნენ გულისხმიერნი იმ სწავლებისადმი, რაც ქრისტიანულ მოძღვრებაში არის გადმოცემული. დღევანდელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ იმ დარჩენილ 25 კლუბს, რომელმაც უკვე მიიღო უფლება სკოლაში დააფუძნეს ღირებულებითი კლუბი. ასევე სასიხარულოა ის, რომ ზაფხულში მთელი სამხულის განმავლობაში ჩვენ ეპარქიებში ვაგრძელებდით ტრენინგებს და იქ უკვე საბაზო კურსი გაიარეს სასულიერო პირებმა, 100-მდე სასულიერო პირმა და 8 ეპარქია უკვე ფაქტობრივად გადამზადებულია იმისათვის, რომ თავისუფალ რეჟიმში დაიწყონ სკოლასთან კომუნიკაცია, ჩაატარონ თავისუფალი სახის გაკვეთილები იმ თემებზე, რომელიც მოზარდებს, ასე ვთქვათ, აინტერესებს და შემდგომში დეკემბრის მერე შესაძლებელია, რომ ზუსტად ამ სასულიერო პირებმა შემდგომი გადამზადების შემდეგ უკვე ღირებულებითი კლუბი ჩამოაყალიბონ ამავე სკოლაში, თუ რა თქმა უნდა დირექციის სურვილი იქნება და ასე ვთქვათ შედგება ღირებულებითი განათლების კლუბი. მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, შედგა ეს დღე. ძალიან კარგია, როცა ეკლესია და განათლების სამინისტრო ერთად საერთო საქმეს აკეთებენ, სახელმწიფო და ეკლესია. ჩვენი ბავშვების მომავალი ჩვენს ხელთ არის, როგორ იქნება მათი ხვალინდელი დღე და ჩვენ შევძელით და ის გზა ვიპოვეთ უმოკლესი, რომლითაც ძალიან უშუალოდ მივდივართ ბავშვის გულამდე, მის ცნობიერებამდე და ის რომ განათლება მხოლოდ წიგნიერება არ არის, არამედ განათლება არის პირველ რიგში სულის წვრთნა და შემდეგ უკვე ყველაფერი დანარჩენი. აი ამ საქმეს სწორედ ეს პათოსი ადასტურებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თავრობა იყოს სულიერად, გონებრივად გაბწყინებული, რასაც თვითონ ქრისტეს სინათლე თქვია, რასაც განათლება ქვია ნამდვილი ადამიანი, უნდა იყოს განათლებული ქრისტეს სინათლით. მადლობა ღმერთს, რომ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლებში ისწავლებოდეს ღირებულებითი განათლება და ბავშვებამდე ღვთის სიტყვა მივიდეს სხვადასხვა ფორმით, რაც უკვე თბილისის ფარგლებში დაწყებულია და ნელ-ნელა რეგიონებში ამის შესაძლებლობა სასულიერო პირებს მიეცემათ. უკვე მოხდა მომზადება სასულიერო პირებისა ამ კუთხით და დღევანდელ დღეს გადაეცათ სერტიფიკატები. მადლობა ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ საღამოს და ძალიან სტამბისტავი იყო პირადად ჩემთვის. ამისთვის მემზადებოდი მთელი 1 წელი, შარშან გავიარეთ კურსი და დღეს მადლობა უფალს მოგვეცა სერტიფიკატები და 92 საჯარო სკოლაში უკვე ჩამოყალიბდა 2 კლუბი და მადლობა დირექციას ამისთვის, მხარდაჭერისთვის და სულ ეხა 2 დღეში პარასკევს დღეს შევხვდებით ბავშვებს და მოლოდუნი ჩვენს დიდი გვაქვს და ბავშვებსაც ძალიან დიდი აქვს და ინებს უფალი რომ ეს ჩვენი ერთობლივი ეს ურთიერთობა დიდ ნაყოფს გამოიღებს, შედეგს გამოიღებს და ამ შედეგით ვფიქრობ რომ თითოეული ჩვენთაგანი გავიხარებთ, იმიტომ რომ ღირებულებებზე საუბარი მოზარდებთან ბავშვებთან ეს უპირველესი თითოეული ჩვენთაგანის ვალია და ამის შესაძლებლობა რო გვეცლება, მადლობა ჩვენს უწმინდეს, მადლობა განათლების სამინისტროს, რომ ეს დიდი ასპარეზი მოგცა ჩვენ სასულიერო პირებს. 106 საჯარო სკოლაში მეორე წელია რაც ფუნქციონირებს ღირებულებითი განათლების კლუბი და მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ამ პროექტის მესვერების მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ მოგცა ჩვენ ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც, მთელ სასკოლო საზოგადოებას ამ პროექტმა
უამრავი რამ იყო შემოთავაზებული გასული წლის განმავლობაში. ეს იყო პროექტები, კონკურსები, ჩვენი ინიციატივები, შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ჩვენ თავად წარგვედგინა პროექტები და ეს შემდგომ დაფინანსებული იყო, ხელი შეეწყოთ ტრანსპორტით და გადაადგილებით და ასე შემდეგ და ვიყავით მაგალითად მოხუცთა თავშეს საფარში, მიულოცეთ ახალი წელი, შეშემო ბავშვთა ცენტრებში და მიქონდა სხვადასხვა ღონისძიება, ბავშვები დამეგობრდნენ, დაახლოვდნენ, ბევრი კითხვა უშვებათ, ინტერესდებიან და უფრო მეტად ვხედავთ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი თუ გაგრძელდება, ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ და ჩვენ ქვეყანას უკეთესი მომავალი ელოდება. აღსანიშნავია, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლის თავი აღენიშნება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს უძღვნის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სკოლებში ქრისტიანობის შესახებ სწავლების შეტანას. განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა. ორგანიზატორთა განმარტებით კონფერენცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებზე. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ. შეხვედრის პირველი დღე საერთაშორისო ექსპერტების გამოსვლებს და გლობალური ტენდენციების მიმოხილვას დაეთმო. კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მეცნიერები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია 3 ოქტომბერს დასრულდება. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ფონდი ჰორიზონტი ევროპის ერთობლივი თანამშრომლობით მეცნიერებათა აკადემია მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას საგანმანათლებლო სისტემასა და კვლევით საქმიანობაში. ამ ღონისძიებაზე მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და უმნიშვნელოვანესი პანელური განხილვები და მოხსენებები გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიღწევები არის სწორედ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით სასწავლო პროცესში, კვლევით პროცესში და ზოგადად როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის უფრო ეფექტიანად ჩართულობა და გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანობისა და შედეგიანობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს ახალგაზრდებთან მიმართებაში ჩართულობის პროცესი კვლევით საქმიანობაში, სამეცნიერო საქმიანობაში და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლიც. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო იჭრება ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის რაღაც მომავალი, ეს უკვე არის აწყო, რომელიც ქმნის გარკვეულ სირთულეებს, გარკვეულ პრობლემებს, იმავდროულად ეს არის ძლიერი იარაღი იმის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნას აყვანილი სწავლება, განათლების პრობლემა, გადაწყდეს უფრო ეფექტიანად, სამეცნიერო კვლევები იყოს უფრო სიღრმისეული, იმავდროულად ქმნის მთელი გამოწვევებს, რომელიც ჯერ ჩვენ წინაშე არ ყოფილა გადაწყვეტილი. ამიტომ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარება არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები იმ სირთულეებთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი და იმავდროულად დასახონ პრობლემების გადაწყვეტის გზები. კონფერენცია ორდღიანია, არის ონლაინ ჩართვები სხვადასხვა ქვეყნიდან, არის სტუმრები ჩამოსული და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს ეს შეხვედრა. ხელოვნური ინტელექტის პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საყოველთაოდ მოდებულია ეს პრობლემა, ამაზე ყველა ლაპარაკობს, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან, დამთავრებული აკადემიური წრეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან და აი ეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში იმართება, სწორედ აი ამ გამოწვევების, პრობლემების ერთგვარ საპასუხო ღონისძიება, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამ მიმართულებით რაღაცნაირად შეაჯამოს და მომავლის პერსპექტივები დასახოს.